რადიო სპუტნიკი საქართველო. საუბრობთ იმაზე, რაზეც სხვები არ ლაპარაკობენ. თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში რია ნოვოსტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარადგინეს კოალიცია საქართველოს ევრაზიული არჩევანის თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის კანდიდატურა საგარეჯოში დაგეგმილ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. რადიო სპუტნიკი საქართველოს მსმენელს თავაზობ ერეკლე მეორის საზოგადოების ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის მამუკა ზანდუკელის კომენტარს. არჩილ ჭყოიძე არის ის ადამიანი, რომელიც უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერებს იმ მოთხოვნებს, რომელ მოთხოვნებსაც იგი ყოველთვის აჟღერებდა, მაგრამ რატომღაც ტელევიზიები არ აშუქებდნენ აქტიურად ამ მოთხოვნებს, აქციები ეწყობოდა, ბრიფინგები ეწყობოდა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს სურს რუსეთთან კეთილმოზებლური ურთიერთობა, უნდა გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობა. კარგია, რომ ამ ხელისუფლებამ დაიწყო პირველი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ღრმა იყოს. ქართულ გლეხს მიეცეს იმის საშუალება, რომ გაიტანოს თავისი პროდუქცია თავის ტრადიციულ რუსულ ბაზარზე. ვფიქრობთ, რომ არჩილ ჭყოიძის პარლამენტში შესვლა გამოიწვევს ძალიან დიდ ზვრებს ამასთან დაკავშირებით და პარლამენტში იქნება უკვე ეს ადამიანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრს უკვე გააჟღერებს თვითონ პარლამენტის ტრიბუნიდან. ჩვენ უნდა ვესაუბრებოდეთ რუსეთს პირველ რიგში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ყველა ქვეყანასთან უნდა დავამყაროთ კეთილმეზობლური ურთიერთობა. განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ერთიანობის თავმჯდომარემ ლევან ღვინიაშვილმა. როგორც არ ვაქცევთ ზურგს ჩვენ გერმანიას და ინგლისს, საფრანგეთს და თუნდაც იმ ამერიკას, რომელიც ძალიან ბევრს გულზე რო არ ეხატება, მაგრამ ეს რეალობაა, ძლიერი ქვეყანა არის და იმასთან ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ისევე არ უნდა შევაქციოთ ზურგი ჩვენ რუსეთს. რატომღაც რუსეთთან მიმართ ურთიერთობის აღდგენის მომხრეების წინააღმდეგ ყოველთვის ისმის ხოლმე, რომ რუსების აგენტები არიან, პუტინისტები არიან და თავის მართლების რეჟიმში აყენებენ. პოლიტიკას სჭირდება ყველასთან გააზრებული და თანაბარი ურთიერთობა. რაღაც სიმპათიები ქვეყნების მიმართ არსებობს, მაგრამ ამის გამოხატვა კიდე იმდენად არ ყოფავს ქვეყნის საქმეს, რამდენადაც თუ ვინმეს რომელიმე ქვეყანა არ მოსწონს და იმის მიმართ აჟიოტაჟი და ისტერიკას ტეხავს. ეს უკვე ფაქტურად ძალიან მავნე არის ეკონომიკისთვისაც, ხალხისთვისაც, ურთიერთობებისთვისაც. აქედან გამომდინარე, დროა რო ხალხმა ისწავლოს და შეიგნოს ის, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყანასთან არ არის მართებული და არ არის სწორი ესეთი ისტერიკები, რომ ის არის ოკუპანტი, ის არის მიწების მიმტაცებელი და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანას რაღაც მიწები აქვს მიმტაცებული ყოველს მიმართ. არც იმის თქმა არ მინდა, რომ თურქეთი ამოვიჩემოთ, მაგრამ თურქეთს უფრო მეტი მიწები აქვს მიმტაცებული და უფრო მეტი მავნე საქმეა გაკეთებული საქართველოსთვის და რატომღაც თურქებს მეგობრად სახავენ დღეს დღევანდელი ლესვეურები, ზოგ-ზოგი ერთები და რუსეთს კიდევ მტრად, მით უმეტეს რომ რუსეთი ერთ მორწმუნე არის ჩვენთან მიმართებაში. ეს ჩვენ ამოჩემებული არ აქვს. ესი არის საქართველოს ერთიანობის წევრის მირიან თველიაშვილის განცხადებით, არჩილ ჭყოიძე არის ყველაზე მისაღები კანდიდატურა ჩვენი რაიონისთვის. მოგესალმებით ჩვენ საქართველოს ერთობის სახელით რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვეტეთ, რომ ერთიანი მოლაპარაკების ნიადაგზე ბატონი არჩილი წაგვედგინა საგარეჯოში შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად. ჩვენი აზრი ამ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს, ვფიქრობთ, რომ ეს პიროვნება იქნება ერთ-ერთი საჭიროებო საკითხებზე ქართულ-რუსულ ურთიერთობაში გადამწყვეტი პიროვნება. დღევანდელმა რეალობამ ცხადყო, რომ საქართველოს ნამდვილად საჭიროებს უფრო მჭიდრო კავშირს რუსეთთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროებო თემებს წამოწევს რუსეთთან დალაგებაში და მასთან მჭიდრო კავშირში. დიდი მადლობა, ეს იყო მამუკა ფიფია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ჩატარებული ბრიფინგიდან.